გურჯანელმა სპორტსმენებმა 2024 წელს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მშობლიური მუნიციპალიტეტი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიდევ ერთხელ ასახელეს. აღსანიშნავი არის, რომ მათ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე სარეკორდო მაჩვენებლებიც კი დააფიქსირეს. სპორტის რომელ სახეობებში გამოირჩეოდნენ და ვინ არიან ჩემპიონების ტიტულის მფლობელნი, წარმატებულ გურჯანელ სპორტსმენებს გელა მეგრელიშვილი გაგაცნობთ. 2024 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო გურჯაანის სპორტული გაერთიანებისთვის. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილე ჩვენმა სპორტსმენებმა სარეკორდო მაჩვენებლები დააფიქსირეს და ჯამში 18 медали მოიპოვეს. შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწიეთ ძიუდოში, ძალოსნობაში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში. ძალიან წარმატებული წელი იყო, ჯერ მარტო ის, რომ ევროპის პირველობაზე ფინალში ვითამაშეთ ჩვენმა ყოფილმა მოსწავლემ წარაწყენიშვილმა ალექსანდრე ვითამაშა და მაღალი შედეგით გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, მაღალი რეიტინგით, რა თქმა უნდა, დაასრულა ეს ტურნირი და დიდი შედეგი ჰქონდა. ასევე სოფლიო პირველობაზე ითამაშა, ჯერ მარტო სოფლიო პირველობაზე მოხდეს გურჯანელი მოჭადრაკე, ეს პატარა საქმე არ არის, თვითონ თბილისელებსაც კი უჭირთ ხოლმე სოფლიო პირველობაზე მოხდნენ. მანაც კარგი შედეგი დადო, არ იყო საპრიზო ადგილი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სადღაც 180 ქვეყანა თამაშობდა, რომ იქ რაღაც საპატიო ადგილი დაიკავა და გაიუმჯობესა თავისი რეიტინგი. ეს იყო მაღალი წარმატება, ასეთი წარმატება ვიშოთები არის რაიონში და თვითონ საქართველოშიც. მინდა რომ აღვნიშნო კიდევ მაღალი წარმატება გოგონებში, ეს არის ჩვენთვის უკვე ცნობილი სარა სათხუციშვილი, იგი არის 9 წლის, რომელმაც 10 წლიანებში სოფლიო პირველობაზე მიიღო მონაწილეობა ფინალში, იმიტომ რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი და იმით ისიც აღვნიშნო, რომ მანამდე თამაში ევროპის პირველობაზე, საქართველოს უკვე მრავალგზის ჩემპიონი არის სასაკურველ ჯგუფში და თავისი უფრო სასაკებშიც კი მონაწილეობს საქართველოს პირველობაზე და იქაც მაღალ შედეგებს დევს. საქართველოს კადეტ ძიუდოის ეროვნული ნაკრები გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიგი კეკვიაშვილი ევროპის თასის გამარჯვებულის ტიტულს დაეუფლა, რასაც მოგვიანებით ქვეყნის ჩემპიონობას მიამატა. მიმდინარე წელი ტრიუმფალური იყო ძალოსან გიორგი ქინქლაძისთვისაც, რომელმაც კარიერაში პირველად მოახერხა ევროპის პირველობის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. შემდეგ კი ასევე მიუღწეველი იყო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ცალკე აღნიშნვის ღირსია საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბის კაშკაშა ვარსკვლავის ალექსანდრე წანაწეღლიშვილის კონტინენტის პირველობაზე მონაწილე დებიუტანტის სახში ასპარეზობა. მან თავიზე გამოცილი და გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე ორი საერთაშორისო დიდოსტატი ულამაზეს სტილში დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 2024 წელი ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი სპორტის მხრივ, გავიუმჯობეს რეიტინგი, მონაწილეობა მივიღე მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ძალიან კარგად ვიესპარეზე ჩემი გადმოსახედიდან, რეიტინგიც ავიმატე. იყო პატარა დეტალები, რომ დამაგლა რაღაც რაც მჭირდებოდა რომ მქონოდა იქ, თუმცა საბოლოო ჯამში კარგი წელი იყო ყველასთვის, საჭადრაკო სპორტისთვისაც და დანარჩენი სპორტისთვისაც. გამორჩეული სპორტული სეზონი ჰქონდა მკლავჭიდელ ნოდარ შანყულაშვილსაც, რომელმაც ჯერ ევროპის, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი და ვასახელე ჩემი საქართველო და გურჯაანი, ჩემი მშობლიური ქალაქი. გარდა ამისა, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორი და ამავდროულად ძიუდოს ადგილობრივი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელი გელა დალაქიშვილი წლის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.